გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. დაძაბულობა ნაპოლიში და სამზარეულოში. სპალეტის რჩევები, ხვიჩას და კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის დეტალები. სატრანსფერო ექსპერტის კომენტარი მიქაუტაძის მომავალზე. რაბედიელის ბუდუს. ამასთან ერთად მე თქვენთვის სხვა მრავალი საინტერესო სიახლე მოვიძიე. ამიტომ თხოვნაა დამიფასოთ შრომა და ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. წლის ბოლომდე კი სულ რაღაც 8 დღე დარჩა. ჩვენი მიზანი კი 80,000 გამომწერია. ამიტომ თუ ჯერ კიდევ არ ხარ არხის გამომწერი, თხოვნაა დამით მორი წამი და გამოიწერო არხი. მადლობა მეგობარო, თუ ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. გოგლიჩიძის მორიგი თამაში სერიაში და იტალიური მედიის შეფასება. იტალიის სერიაც მე-17 ტურში ემპოლის სტუმრად ატალანტას დაუპირისპირდა და 3-2 დამარცხდა. საბა გოგლიჩიძე კი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 80 წუთი გაატარა, მაგრამ თამაშის ჩამთავრება ტრამვის გამო ვერ შეძლო. კერძოდ 79 წუთზე გოგლიჩიძე თანაგუნდელს შეეჯახა, რის გამოც მას მოედნის დატოვება ნადრევად მოუწია. შეხვედრის დასრულების შემდეგ იტალიურმა მედიამ ქართველი ფეხბურთელის თამაშის შემდეგი სიტყვებით შეაფასა. ევროსპორტი. შეხვედრა კარგად დაიწყო, თუმცა შემდეგ ატალანტას სწრაფ კომბინაციებზე დაბნეული ჩანდა. ტუტო მერკატოვები. რთული საქმე ჰქონდა და მცირე შეცდომების მიუხედავად თავის მოვალეობას თავი მაინც გაართვა. მოედანი ისმაილისთან შეჯახების შემდეგ დატოვა. რეპუბლიკა. როგორც წესი მეტოქესთან პირისპირ თამაშის დროს საიმედოა, მაგრამ დღეს ფიზიკურ ორთაბრძოლებში მოიკოჭლებდა. სწორედ მსგავსი შეფასება მიიღო გოგლიჩიძემ იტალიური მედიისგან. საბამ კი სოფასკოურისგან შეფასებად 6.7 ქულა დაიმსახურა. რა ხდება ბუდუს მომავალთან დაკავშირებით? ცნობილია ფეხბურთელის და კლუბის პოზიცია. ბუდუ ზივზივაძე კალსრუეში მიმდინარე სეზონს შინებულად ატარებს და მას 17 მატჩში უკვე 12 გოლი დაუგროვდა. ბოლოს კი მან თავი გასულ ტურში პადერბონის წინააღმდეგ გამოიჩინა, სადაც როგორც გოლი ასევე საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. მისმა გუნდმა კი 2-1 იმარჯვა. ბომბარდირთა დავა სათავეში საქართველოს ნაკრების ფორვარდი უდგას, რომლის ხელშეკრულებაც 2025 წლის ზაფხულში სრულდება. შესაბამისად საინტერესოა თუ როგორ განვითარდება მისი მომავალი. ქიქერი ცნობით კალსრუე ზაფხულში ბუდუს აყიდვას არ გამორიცხავს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ კლუბი შესაბამის შეთავაზებას მიიღებს. რაც შეეხება ბუდუს პოზიციას, ქართველი ფეხბურთელი თავის მომავალთან დაკავშირებით შემდეგ კომენტარს აკეთებს. ჩემი კონტრაქტი ძალაში ზაფხულამდეა და იქამდე მსურს გუნდში დავრჩე, რათა კალსრუეს მიზნის მიღწევაში დავეხმარო. ამის შემდეგ ყველაფერი შესაძლებელი იქნება, თუმცა წინასწარ რა თქმა უნდა არაფერი ისი. ეს კი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარასაც ეხება. ციტირებს ბუდუს სიტყვებს ქიქერი. ამასთან ერთად ცოტა ხნის წინ ბუდუს მომავალზე მისმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა ისაუბრა, რომელიც დეტალურად შემდეგ კომენტარს აკეთებს. ზივზივაძე კალსრუეში თავს ისე გრძნობს როგორც საკუთარ სახლში. ხალხს ის ძალიან უყვარს და მანაც კარგად იცის თუ როგორ დააფასოს ეს სიყვარული, მაგრამ ჩვენ არ უნდა წავიდეთ ფეხბურთის კანონების წინააღმდეგ. თუ ზივზივაძისთვის მოსალოდნელი შეთავაზება მოვა, მაშინ უნდა შევაფასოთ თუ რა უნდა გაკეთდეს. მე შემიძლია მხოლოდ მისი სპორტული მხარე შევაფასო. ბუდუ ერთ-ერთი სახეა, ვისი წყალობითაც ამ კალენდარულ წელს გუნდმა ბევრს მიაღწია, განაცხადა კალსრუეს თავკაცმა. გალათასარაი და სხვები. სატრანსფერო ექსპერტი მიქაუტაძის მსურველებს ასახელებს. უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო გიორგი მიქაუტაძის მორიგი გოლი. გიორგი მიქაუტაძეს ვირუსის გამოწყლის უკანასკნელ მატჩში თითქოს არ უნდა ითამაშა, თუმცა ქართველმა ფორვარდმა გამოჯანმრთელება მოასწრო და ფეინიონუსთან სათავსო შეხვედრაში არათუ მონაწილეობა მიიღო, არამედ გოლიც გაიტანა, რომელიც გამარჯვებისა გამოდგა. კერძოდ მიქაუტაძე მოედანზე 67 წუთზე ლაკაზეტის ნაცვლად გამოჩნდა. 92 წუთზე კი მიქაუტაძემ ულამაზესი გოლის გატანა შეძლო და თავის გუნდს ბოლო წუთებზე მოაგებინა. სალსახაარონ ქართველი ფორვარდი შესანიშნავ ფორმაში შევიდა და ამასთან ერთად ლიონის სათამაშო სქემასაც მოერგო. სწორედ ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სიდნი გოვუმ, რომელიც ლიონის ღირსებას 10 სეზონის განმავლობაში იცავდა და საფრანგეთის 7 გზის ჩემპიონია. ახლა წინა პლანზე მიქაუტაძის თამაშია გამოსული. ის გუნდის კაპიტნის ლაკაზეტის პოზიციაზე თამაშობს, რომლის ადგილის დაკავება ნამდვილად რთულია. თუმცა ამ ეტაპზე მისი სულიერი მდგომარეობა იდეალურს უახლოვდება. მე პირადად მასზე დაკვირვება ძალიან მომწონს, რადგანაც საკუთარ ამბიციურობაზე აქცენტს არასდროს აკეთებს. უნდა ითამაშოს თუ არა მან ლიონის სასტარტო შემადგენლობაში მუდმივად? ამას ვერ ვიტყოდი, ჯერ მაინც ნაადრევია. ასევე არის ერთი დეტალიც, რომელიც მიქაუტაძეს უკავშირდება. ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ მას გუნდში ყველაზე კარგი ურთიერთობა ბენ რაჰამსთან აქვს, თუმცა ეს ზედმეტობაში არ უნდა გადავიდეს. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ, როდესაც გუნდში განსაკუთრებული პირადი ურთიერთობები ყალიბდება. ამან თამაშის მიმდინარეობა არ უნდა შეცვალოს. გუნდში ყველაფერი დაბალანსებული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა რაღაცები აერიოს, განაცხადა სიდნი გოვუმ. რაც შეეხება მიქაუტაძის მომავალს, ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა იკრემ კონურმა გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელა. კონურის მიხედვით გალათასარაი ერთადერთი კლუბი არაა, რომელიც ქართველი თავდამსხმელით ინტერესდება. სოციალურ ქსელში კი სატრანსფერო ექსპერტის შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს. გალათასარაი, ვესტჰემი, ბოლონია, რომა და იუვენტუსი ლიონის 24 წლის ფეხბურთელით ინტერესდებიან. ფრანგული კლუბი კი მზადაა, რომ 25 ან 30 მილიონი ევროს ოდენობის შეთავაზებას დათანხმდეს. წერს
კონური სოციალურ ქსელში. თურქული პრესის ინფორმაციით კი მიქაუტაძე გალათასარაის სათადარიგო გეგმა. იმ შემთხვევაში თუ ოსიმენი ზამთარში კლუბს დატოვებს, ისინი მას ქართველი ფორვარდით შეცვლიან. მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ გალათასარაი გიორგის სანაცვლოდ მხოლოდ 15 მილიონ ევროს იხდის, რაც ამ ეტაპისთვის საკმარისი არ არის. რაც შეეხება სხვა კლუბებს, ბოლოდროინდელი ცნობებით მათ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამთ. მე კი გეტყვით, რომ მიქაუტაძეს ლიონთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ტრანსფერმარკეტზე კი მისი ღირებულება 18 მილიონი ევროა. არეულობა ნაპოლიში და სამზარეულოში, შეტევა კვარაცხელიაზე და სპალეტის რჩევები ხვიჩას. როგორც მოგეხსენება, სერიას მორიგ ტურში ნაპოლი ჯენუას ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 2-1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პარტენოპეის ჯენუას დამარცხება საკმაოდ გაუჭირდა და ამასთან ერთად ანტონიო კონტე თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა. ამ შეხვედრაში სასიხარულო ფაქტი კი იყო ის, რომ ხვიჩამ ტრავმა მოიშუშა და მოედანზე 73 წუთზე გამოჩნდა. მაგრამ მიუხედავად ნაპოლის გამარჯვებისა, ანტონიო კონტემ გასახდელში უკმაყოფილება საჯაროდ გამოთქვა. ამ საკითხთან დაკავშირებით ლა რეპუბლიკა წერს და აღნიშნავს, რომ თამაშის შემდეგ იტალიელი სპეციალისტი შოკირებული იყო და ფეხბურთელებს ეჩხუბა. წყაროსნობით კონტე გასახდელში შევიდა და დი ლორენცოს და რამდენიმე ფეხბურთელს საშინელი სიტყვებით მიმართა. ანტონიო მათ ინტენსივობა დაუწუნა და არასაკმარის მონდომებაში დაადანაშაულა. დამშვიდების შემდეგ კი კონტემ საკუთარ ფეხბურთელებს უკვე ცივი გონებით აუხსნა თუ რას ითხოვდა მათგან. შესაბამისად, როგორც გამოჩნდა ნაპოლიში და სამზარეულოში არც თუ ისე ჯანსაღი სიტუაცია. რაც შეეხება კვარაცხელიას, ქართველისადმი უსამართლო დამოკიდებულება გრძელდება. კერძოდ მას შემდეგ, რაც ნაპოლიმ კვარაცხელიას გარეშე ზედიზედ მეორე თამაში მოიგო, იტალიური კლუბის ფანები თითქოს უპირატესობას უკვე ნერეშ ანიჭებენ და მიაჩნიათ, რომ კლუბს ხვიჩას გარეშე თამაში უკვე თავისუფლად შეუძლია. სწორედ მსგავსი დაძაბულობის ფონზე კი სიტუაციის დასტაბილურება ვინ თუ არა ლუჩანო სპალეტიმ სცადა. კერძოდ იტალიელი სპეციალისტი ლე დომენიკა სპორტივა სტუმარი იყო, რომელსაც კითხვა როგორც ნაპოლიზე, ასევე კვარაცხელიაზე დაუსვეს. მისი კომენტარი კი დეტალურად შემდეგია: არის თუ არა ნაპოლი მზად სკუდეტოს მოსაგებად? არ ვიცი. ჩემი აზრით პარტენოპეის ორ გზაზე დგას, რათა შანსი ბოლომდე ჰქონდეს და ჩემპიონობის მოსაპოვებლად იბრძოლოს. რატომ უჭირს კვარაცხელიას იმ დონეზე დაბრუნება, რომელსაც საჩემპიონო სეზონში აჩვენებდა? ხვიჩამ გრძნობიარე ბიჭია, რომელიც ტექნიკურად და ხარისხის კუთხით ძალიან ძლიერია, თუმცა მტკიცე ხასიათის ჩამოყალიბება ესაჭიროება. კვარაცხელია განსაკუთრებული ფეხბურთელია და ძალიან დიდი ხარისხით გამოირჩევა. ჩემი აზრით, ზოგჯერ შესაძლებელია, რომ მას დასვენების საშუალება მიეცეს, რადგან პაუზის შემდეგ, როცა ყველაფერს ახლიდან იწყებს, ნამდვილად შეუჩერებელია, განაცხადა სპალეტიმ. ასევე ცოტა ხნის წინ ნაპოლის შესახებ რუდი გარსიამაც ისაუბრა. კერძოდ ფრანგმა სპეციალისტმა სააგენტო კარესთან ინტერვიუს დროს საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა და ნაპოლიში არსებულ სიტუაციაზე ღიად ისაუბრა. როდესაც გუნდში დავინიშნე, ყველას წასვლა უნდოდა და დაბალ ანაზღაურებაზე წუწუნებდნენ. საკმაოდ დიდი ნაწილის განმავლობაში გარემოს მოტივირებაზე ვფიქრობდი. როდესაც ჯუნტოლი წავიდა, არავინ დარჩა ისეთი, ვინც დამეხმარებოდა, მაშინაც კი როდესაც კვარაცხელია და ოსიმენი შეცვლისგან უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. რას აკეთებდა დე ლაურენტისი? მას ფეხბურთის არაფერი ესმის. ერთხელ მითხრა, რომ ერთ ფეხბურთელს 45 წუთი უნდა ეთამაშა და შემდეგ მეორე ტაიმში შანსი სხვებისთვის მიმეცა. მე კი ვუთხარი, რომ 60 წლის ვარ და შენ ვერ მეტყვი ვინ უნდა ვათამაშო და ვინ არა. ის არის ადამიანი, რომელსაც კინოში ბევრი რამ გაიგება, მაგრამ ფეხბურთის არაფერი ესმის. ამბობს რუდი გარსია. რუდი გარსიას ამ კომენტარიდან კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა თუ რეალურად როგორი გარემოა ნაპოლიში. ამიტომ ნათელია, რომ ამ კლუბში დიდხანს გაჩერება აღარ შეიძლება. რაც შეეხება კვარაცხელიას მომავალს, ხვიჩასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რის მიხედვითაც შეიძლება ითქვას, რომ ხვიჩა ნაპოლის მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს. კვარაცხელიას წარმომადგენლებსა და ნაპოლის შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება. წყაროს თანახმად ის პირობები, რასაც მამუკა ჯუღელი უკვე დიდი ხანია ითხოვს, ნაპოლი მათ დასაკმაყოფილებლად მზადყოფნას გამოთქვამს. საუბარია შემდეგ დეტალებზე. კონტრაქტის 2029 წლამდე გახანგრძლივება ხელფასის 6 მილიონამდე გაზრდა და კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის ჩაწერა, რომელიც 80 მილიონი евро იქნება. სიტუაცია ძალიან წააგავს ვიქტორ ოსიმენის შემთხვევას, რომელიც გასულ წელს იყო. თუმცა ნიგერიელისგან განსხვავებით ხვიჩას შემთხვევაში გამოსასყიდი თანხა არა 130 მილიონი, არამედ 80 მილიონია. ეს კი სწორედ ის რაოდენობა, რომლის გადახდაც რამდენიმე გრანტ შეუძლია. შესაბამისად, თუ ტუტო მერკატოვების ინფორმაცია დადასტურდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში კვარაცხელია შეძენით საშუალება ერთბაშად რამდენიმე გრანტს ექნება. შეგახსენებთ, რომ 80 მილიონის გადასახდელად მზაობა ლივერპულს, ბარსას, PSG-ს, მანჩესტერ იუნაიტედსა და მანჩესტერ სიტის აქვთ. ამიტომ თუ ხსენებული გრანტების გეგმები არ შეიცვალა, ზაფხულში მათ შორის კვარაცხელიას ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა გაიმართება და მოვიდა დრო, რათა გავსდეთ საქართველოს საზღვრებს. რა შეცდომა დაუშვა ლივერპულმა მამარდაშვილისა და კელეჰერის შემთხვევაში? ცნობილია ბარსას 2025 წლის გეგმები. კილიან მბაპეს კომენტარი PSG-ზე. ვიდეოს საინტერესო ინფორმაციებით ვაგრძელებთ. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ამ ვიდეოში ჩვენი მიზანი 2000 მოწონება. რის შემდეგაც ახალ ვიდეოზე მუშაობას მალევე
დავიწყებ. რომ არა რეალი რა იქნებოდა. კილიან მბაპეს საინტერესო კომენტარი. მადრიდის რეალის ფრანგმა თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ყოფილ კლუბზე ისაუბრა, რომელმაც საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა. პარი სენ-ჟერმენში 7 წელი გავატარებ. ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო. არ ვფიქრობ, რომ მე ამაზე საკმარისად ვლაპარაკობდი, მაგრამ ყოველთვის ვაცნობიერებდი, სად ვიყავი და რა დიდი იყო ეს კლუბი. ყოველთვის ვამბობდი, რომ PSG საფრანგეთში ყველაზე დიდი კლუბია და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. ახლა მე მსოფლიოს უდიდეს კლუბში გადავედი. ყოველთვის ვამბობდი, რომ მადრიდის რეალი არის ერთადერთი კლუბი, რის გამოც PSG-ს დავტოვებდი. ამიტომ აქ რომ არ გადმოსულიყავი, სამუდამოდ PSG-ში დავრჩებოდი. განაცხადა კილიან მბაპემ beIN Sports-ის ეთერში. როგორია ბარსას გეგმა 2025 წელს. ალბერტ ფერნანდესის ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ 2025 წელს ბარსას ანსუ ფატი და ერიკ გარსია დატოვებენ. ეს ფეხბურთელები ჰანსი ფლიკის გეგმებში არ შედიან და მათ ძალიან მწირი სათამაშო დროც აქვთ. ამასთან ზემოთ ხსენებული ჟურნალისტის ინფორმაციით, ბარსა მომავალ წელს მარჯვენა მცველისა და მარცხენა მცველის შეძენას გეგმავს, რადგან ჰანსი ფლიკს ალექს ბალდესა და ჟიულ კუნდეს დასვენების საშუალება არ აქვს. ასევე ფლიკის სურვილი ერთი ვინგერის მოყვანა, რადგან შეტევათა ხაში აშკარად პრობლემებია. მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კი რა თქმა უნდა კვარაცხელია, მაგრამ თუ ეს ტრანსფერი არ გამოვა, რიგში რაფა ლეაო და სხვა შემტევებიც არიან. ამიტომ მივყვეთ მოვლენათა განვითარებას. რა შეცდომას უშვებს ლივერპული მამარდაშვილთან და კელეჰერთან მიმართებით. ლივერპულის ყოფილმა შემტევმა ჯონ ოლდრიჯმა ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუს დროს გიორგი მამარდაშვილისა და კელეჰერის შესახებ ისაუბრა, რომელიც დეტალურად შემდეგ კომენტარს აკეთებს. კელეჰერს ლივერპული იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე არ გაუშვებს, რადგან კლუბს ახლა ირლანდიელი მეკარე ძალიან სჭირდება. ის ზაფხულამდე არ წავა, მაგრამ გონია, რომ ლივერპული მასთან შეცდომას უშვებს, რადგან ის ამჟამად მამარდაშვილზე უკეთესია. თუმცა მამარდაშვილი ენფილდზე მომავალ ზაფხულს ჩამოვა. კელეჰერის წასვლა კი გადაწყვეტილია. ამიტომ ირლანდიელს შესაბამისი ვარიანტის პოვნა მოუწევს. შეთავაზებები შესაძლოა იანვარშიც იყოს, მაგრამ ლივერპული მის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს. ფიქრობ ეს უსამართლოა, რადგან მან დაამტკიცა, რომ ამ ბირთვისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია, განაცხადა ულდრიჯმა. აქედან გამომდინარე, ნათლა ჩანს, რომ მამარდაშვილს ლივერპულში ერთით ნაკლები კონკურენტი დახვდება. ამიტომ არსებობს დიდი შანსი, რომ გიორგი მერსესაიდული კლუბის პირველი მეკარე გახდეს. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი და დაეხმარე მას განვითარებაში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.